მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. უკვე ვეღარც მოვთვლი მერამდენი გადაცემა ჩვენი სათაურის დასაბამიდან სასუფევლამდე. დღეს მე განსაკუთრებით გახარებული ვარ, ასე ვთქვათ და ასე იგი ჩემთვის ძალიან დიდი ხნის ნანატრი სტუმარი შეიძლება უწოდოთ თუ არა, ესეც საკითხავია. ჩემთვის სათაყვანებელ და ძვირფას ადამიანს და მეგობარს და მასწავლებელს ყველასთვის ცნობილ პიროვნებას ბატონ პარმენ მარგველაშვილს. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ და ასე მაქვს მე თვითონ და ბატონ პარმენსაც და ჩვენ ტელევიზიის მთელ ხელმძღვანელობას ჩაფიქრებული, რომ ბატონი პარმენი დღევანდელი გადაცემის შემდეგ უკვე საკუთარ რუბრიკას გაუძღვება, როგორი სათაურით თუ იქნება ეს და რა სტილით იქნება, ამას უკვე თქვენ თვითონ ანონსებში ან პრომოებში იხილავთ ტელევიზიით. არ შეიძლება ამ გადაცემის დასაწყისშივე არ მოგიყვეთ და გაგაცნოთ არა მარტო ბატონ პარმენის, ვინც მთელ საქართველოს იცნობს, ბატონ პარმენს კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული უნივერსიტეტის ეპოქით დამთავრებული და ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის. ერთ-ერთში ბრძანდებოდა პრორექტორი ბატონო პარმენი, ფიზიკის კათედრის დამსახურებული ესეთი მოღვაწე, მეორეში კიდევ ბრძანდებოდა რექტორი და მისი სულისჩამდგარი ფუძემდებელი. მე მისი სტუდენტი გახლავართ, ტელემაყურებლებო და ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ბატონ პარმენს ჩავაბარებ ველის კვანტური თეორიის გამოცდა. ეხლაც თვალწინ მიდგას იმ გამოცდის მახასიათებელი კითხვებიც კი და ამ რატო ყვები ახლა ამას და რატო მოვახვილებ ყურადღებას, რომ ყველაფერს თავისი ფუნდამენტი აქვს, ყველაფერს თავისი არსი აქვს, როდესაც სიკეთით არის წარმართული, რაც ჩვენ გვინდა და რასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენ ტელევიზიიდან და არა მარტო ტელევიზიიდან, ცხოვრების მაგალითიდან. თქვენს მიმართ ძვირფას ტელემაყურებელს თუ რა აზრი აქვს სიკეთის გარეშე ხომ? უფლის დიდების გარეშე, უფალს დიდება, ჩვენ მშვიდობა. და ეს პატარა აგურები, ქვაკუთხედები, სწორედ ასეთი გამოცდების და ურთიერთობების დროს ესე იგი ფუნდამენტი ჩაიყარა, ასე ვთქვათ. მე ახლაც მახსოვს მოდების შესახებ, ელექტრომაგნიტური ველის მოდების შესახებ ბატონ პარმენის დასმული კითხვა. მართალია ხუთიანი დამიწერა, ხარებული კი ვიყავი, მაგრამ ეს კითხვა, იმ კითხვამ ბევრ რამეზე ჩამაფიქრა და შედეგად მომავალში 10 წლების შემდეგ ისეთი ასე იგი დასკვნები და პოსტულატები გამოვიდა ასპარეზზე პოპულარული ენით იქნებოდა ეს თუ მეცნიერულად, რომ არ ვიცი, ესეც საკვირველი იყო. მაგალითად, სტატიაც კი მაქვს, საგაზეთო სტატია პოპულარული დაწერილი სინათლე მარადიულობის უკვდავების გასაღებ. ელექტრომაგნიტური ველი კიდევ სინათლეა ბატონ პარმენ ხომ? და არა სხვა რამ ხომ? შემდეგ მე აი ხაზგასმით მინდა ვთქვა ორი ფაქტორი სანამ გადავალ ბატონ პარმენთან, ესე იგი ასე ვთქვათ, მას დავუთმო პეტერს. ხაზგასმით მინდა გავიხსენო ფიზიკის ფაკულტეტი იმ წლამდე 2005 წლამდე, სანამ მოხდებოდა სრული დეგრადაცია. ბატონ პარმენს ჰქონდა ცდელობა, რომ ეს ყველაფერი ეს დეგრადირებული, ასე ვთქვათ, სწორად გამიგოს მავალმა, ამას დავასაბუთებთ კიდეც, აღედგინა და გაეგრძელებინა ეს ტრადიცია და ეს ფუნდამენტური არსი, ასე ვთქვათ, საპატრიარქოს უნივერსიტეტში არც იქ არ გამოვიდა სიტუაცია. მაგრამ ალბათ უფლის ნება იქნება და ქართველი ერი ამას ყველაფერს გაიგებს და მიხვდება, თუ რას ნიშნავს განათლება და რა იყო ფიზიკის ფაკულტეტი მისთვის, ბატონი რეზო სალუკვაძე, ბატონი ნოდარ ამაღლობელი, ბატონი თენგიზ სანაძე, ჩემი უახლოესი ადამიანი. თუნდაც არც ერთი ცოცხალი არ არის, ეხლაც კი მახსოვს დაცვაზე მათი თვალები, როგორ დისტანციის დაცვის დროს როგორ მიყურებდნენ ხოლმე. ესენი იყვნენ კორიფეები. ესენი იყვნენ არა მარტო ფიზიკოსები, ასე ვთქვათ, არამედ საზოგადო მოღვაწეები და ამას ისტორია მალე ჩათვლის. თანამედროვე პიროვნებათაგან მეც ჩემი სუბიექტური აზრია ეს, ბატონ პარმენს მათ რიცხვს მივაწერ, ასე ვთქვათ, და თქვენ მალე დარწმუნდებით მისი გადაცემებითაც თუნდაც
დაწყებული უმაღლესი საბჭოს კომუნისტური დეპუტატობიდან ვადიმ ბარმენი ყოველთვის საზოგადო ასპარეზზე წინ იყო და მას უამრავი კვლევა მქონია და აქვს კიდეც. ერთ-ერთი კიდევ ამ კვლევათაგანი საფუძვლად დაედო დღევანდელი გადაცემის სათაურის პირველივე სიტყვას. ეს არის დასაბამად და თქვენ ამის შესახებ ჩემი გადაცემებიდან რელიგია და მეცნიერებიდან ძალიან კარგად და საფუძვლიანად უწყით, მაგრამ თვითონ ბატონი პარმენის ბაგეეთაგან მონათხრობი და როგორ რა მოხდა და როგორ მივიდა აქამდე ბატონი პარმენი ეს თქოს ალბათ ძალზედ საინტერესო იქნება ვეფხის ყაოსნის და ბიბლიის მისეული ანალიზებთან ერთად. მოგესალმებით ბატონი პარმენი თქვენ სტუდიაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა. ცოცხლად. მივესალმები თქვენს მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს, მივესალმები თქვენს ტელეარხს, რომელსაც სიმბოლური ანტევადი სახელი აქვს, დრო, ყველაზე რთული და ყველაზე მოუხელთებელი ცნება, რომლის ირგვლივაც არამატო აზრი, არამედ მთელი ცხოვრება აიგება ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი დასახელება არამატო დასახელებით, არამედ თქვენი საქმით დროის გამოწვევას პასუხობთ და მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თქვენ ბრძანეთ, თქვენ ახართ ფიზიკოსი, თქვენ ფიზიკიდან მოხვედით აი ამ მიმართებასთან, რასაც ქვია სასუფევლისაკენ გზა, რასაც ქვია რწმენა, რასაც ქვია უფლის სამსახური და თქვენ არ ტოვებთ იმ თქვენს ცხოვრებისეულ საფუძველს, რასაც ქვია საბუნებისმეტყველო განათლება და მიგაჩნიათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია ადამიანისათვის, რომ ჩვენ აუმაღლდეთ და ვიაროთ უფლისაკენ. განსაკუთრებით დღესა ეს მნიშვნელოვანი იმდენად, რადგან ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პირდაპირ მოგვიწოდებს ღრმა ფუნდამენტური აზროვნებისაკენ და ძალიან ხშირად იხსენებს თავის ქადაგებებში მაგალითს, პავლოვის მაგალითს და ბრძანებს, რომ აი სინთეზიერად, სიღრმისეულად მარტო სისხლიც რო შეისწავლო მეცნიერულად და დაადგე მისი შესწავლის გზას, არა მარტო მორწმუნე, არამედ წმინდანი შეიძლება გახდეს ადამიანი. ესე იგი გზა მეცნიერებაზე გავლით უფლისკენ მიდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება და ამის ასე ვთქვათ მომარჯვება დღეს, იმიტომ რომ ყველაფერი რა თქმა უნდა უფლის დაშვებით ხდება. უფლის დაშვებით არის ის რითაც ჩვენ ახლა ვსარგებლობთ, რომ არსებობს ტელეგადაცემა. საკომუნიკაციო სივრცე უფლის დაშვებით არის საოცრად ხელმისაწვდომი მთელი კაცობრიობისათვის. ჩვენი ვთქვათ ცოდნა ვრცელდება და ღრმავდება, ინფორმაცია იზრდება და ჩვენ ეს უფლის დაშვებით მოგვეცა. და ამავე დროს ეს არის მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების მწვერვალი. ფაქტიურად დღეს ჩვენ ვიმყოფებით აი ამ მწვერვალზე შეიძლება ითქვას და ვიმკით ჩვენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებს და აუცილებელია სწორედ ამ მიღწევებით შეიარაღებულებმა ვიაროთ უფლისაკენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს არხი ეხლა ამასინათ უყურებით რაღაც გადაცემას და იქ ლაპარაკი ყო აი გუტენბერგის თქვათ ბეჭდის ტექნოლოგიამ რა როგორი რევოლუციური ძვრები მოიტანა საკაცობრიო პროცესში, ცივილიზაციურ პროცესში და არანაკლები კი არა, გაცილებით მეტია როგორც ჩანს ის ცივილიზაციური ნახტომი, რასაც იწვევს და რა გზაზეც დღეს დგას კაცობრიობა სწორედ ამ საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელშეწყობით. ეს არის ურთულესი და ასე ვთქვათ,
აი ყველაზე საპასუხისმგებლო დრო კაცობრიობის ისტორიაში ჩემი თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეიძლება აი იმის გამო რომ აი კოსმოსიდან აი როგორ თვით შეთანხმებული თქვათ სურათი არის რა თქვათ აი სატელიტური კავშირები ერთმანეთთან საოცარი თქვათ სიზუსტით მიბმული დაკავშირებული რომელიც ქმნის აი ამ აბლაბუდას რასაც უწოდებთ იმ სივრცეს იმ საყრდენს მატარებელს ინფორმაციის მატარებელს რომელშია ჩვენ ყველანი ახლა ამ ვირტუალურ სამყაროში ვერთვებით და პრაქტიკულად ცხოვრობთ ახალი ცხოვრება იწყება სულიერებისათვის არის ძალიან დიდი გამოცდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არის ძალიან დიდი დამატებითი ინსტრუმენტი შესაძლებლობა რომ შენ მოაწესრიგო შენი სულიერი სამყარო და იარო კლავ და კლავ უფლისაკენ მისი დაშვებით მოცემული ტექნოლოგიებით და შენი მისია, შენი ფუნქცია და დანიშნულება ამ წუთის სოფელში მოვლენებისა აღასრულო ღვთისთვის სათნო გზით, ხერხით და ეს არის საწყისხადია საქმე და ამის გარეშე ყოველგვარი წმენა მკვდარია, ნებისმიერ თუ კი არ იქნება საქმე და საქმე უნდა იყოს უფლისათვის სათნო. ეს თქვათ ძალიან მნიშვნელოვანი თქვათ პროცესი რაც 21 საუკუნეში უკვე ისეთი რეალობაა რომ თქვათ მე მგონი კაცობრიობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ შესაძლებლობებს რომელიც მან თავისი ძალისხმევით უფლის თანადგომით მოუპოვა კაცობრიობას და რომ უნდა გამოიყენოს სწორედ სასიკეთოდ. და ნუ სიკეთე რაში მდგომარეობს კეთილისა და ბოროტის თემა კი ეს არის ის თემა რომლითაც იწყება პრაქტიკულად ის რასაც ქვია სამოთხეში უფლის მიერ მოცემული შეგონება მცნება რომ ადამიანს უნდა აერჩია ევლო თუ არა კეთილისა და ბოროტის გარჩევის გზით თუ დაკმაყოფილებულიყო იმ მადლით რომელიც მას ჰქონდა სამოთხეში და მხოლოდ იმ სიკეთებით ესარგებლა აი ეს თითქოს ეს არჩევანი იყო ამ სამოთხეში მოცემული ამ ცნებით დიახ გარკვეული პერიოდის მერე ის გამოცდა იყო არჩევის გამოცდა მერე უკვე იმ ნაყოფს ასე იგი დაუშვებდა უფალი მათთვის თვით რა ანუ თათესე ვერ გავიზიარებ მაგ ნათქვამს რომ უნდა აერჩია ან კეთილი და ბოროტის შეცნობა ან მადლით ყოფნაო აი როგორ არის იცით გამოცდას თუ გაივლიდა და არ შეჭამდა იმ ნაყოფს ადამი და ევა ხო მაშინ კეთილი და ბოროტის შეცნობა გახდებოდა მაგრამ უკვე მადლით თვით ესეც ცოტა ისეთი ეს არის ის თემა ის პრობლემა რომელიც მოითხოვს აუცილებლად ეს არ არის საკითხი რომელიც ჩვენ ახლა არ რაღაცას ესე ვიტყვით ან ესე არა ხო ეს ძალიან რთული თემაა და მე ამიტომ ასე ვთქვათ ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას რასაც შეიძლება მოყვეს ამ ასე ვთქვათ ტექსტებს რომელსაც ჩვენ ვიტყვით იმიტომ რომ ტექსტი ისეთი რამ არის და საერთოდ მეტყველება ისეთი რამ არის რომელიც ანუ დღეს ყველა შემთხვევაში სიტყვამ საერთოდ აკარგა ძალა და ზუსტად ეს გამოსახვა უნდა რომ ამას უნდა ძალიან სწორი ინტერპრეტაცია გაკეთდეს ახლა თქვენ მაშინვე თქვენ მიიღეთ გარკვეული თქვათ შეტყობინება რომელიც თქვენს ასე ვთქვათ მზაობაში თქვენ ესე იგი არ ჩაჯდა ეს იმას ნიშნავს რომ სიტყვა არ იყო თქვათ მზად იმისათვის რომ ასე ვთქვათ აღქმულიყო სათანადოდ ან მე ვერ თქვი ისე ან თქვენ სხვანაირი მოლოდინი გქონდათ ეს ურთულესი თემა ურთულესი ასეთ ის ამბავი როგორ უნდა ვთქვათ როგორ უნდა მივაწოდოთ რაღაცა ადამიანს
რომ მან არ დააზიანოს და არასწორი გზით არ წაიყვანოს ვინმეს თქვათ სულიერი ან გონებრივი ორიენტაცია და არასწორი გეზი მისცეს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო რამ არის, ამიტომ მე გაცნობიერებული მაქვს ის, რასაც ვამბობ, ის რა პასუხისმგებლობითაც ვამბობ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ფიზიკოსი ვარ, ფიზიკიდან მოვდივარ და რწმენაშიც სწორედ ფიზიკის მეშვეობით, ოღონდ რუსველის დახმარებით აღმოჩნდი საბჭოთა პერიოდის, ასე ვთქვათ, მოქალაქე ვარ, შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ ის რომ ეკლესიასთან და რწმენასთან დაშორებული ვიყავი, ეს ბუნებრივი იყო იმ პერიოდისათვის. ასე ვიზრდებოდით, მაგრამ ღვთისწყალობით, ოჯახის წყალობით და სათანადო სწორედ იმ საგანმანათლებლო პროცესის ძალმოსილების წყალობით, რასაც ქვია საბუნებისმეტყველო და ფუნდამენტური განათლება, ის ყველა შემთხვევაში იძლევა სწორ საფუძველს და ამ სწორი საფუძვლიდან ძალიან ცოტა დარჩენილი იმისათვის, რომ თუ კი მოგეცემას სწორი გეზი შენ გადახვიდე რწმენაში და იარო, უკვე მტკიცე საფუძვლით იარო და ჩადგე უფლის სამსახურში. გავიხსენებ აი ამ მომენტში სოფლის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს და ავიცი და მოღვაწეს მაქს პლანკს. თქვენ ახლა რას ბრძანეთ? ის ასე იგი მეცნიერების მაგერად ყოველთვის ხმარობდა სიტყვას ბუნების მეტყველებას. და ერთ-ერთ გადაცემაში მე თვითონ გაკურებული ვიყავ, როდესაც ეს მისი ლექცია აღმოვაჩინე 1927 წლის თართოს ეხლანდელი თართოს უნივერსიტეტში საკითხული. ზუსტად ამ სათაურით რელიგია და მეცნიერება. სადაც პლანკი ყვება განსაცვიფრებელ ანალიზს აკეთებს. და ეხლა მე გარკვეულწილად უკვე ერთი სული მაქვს, როდის მოისმენს თალიმაყურებელი თქვენგან იმ ძირითად რაზეც ესე იგი თქვენი და ჩვენი შეხვედრა ასე ვთქვათ დღეს უნდა იყოს დამყარებული, რომ მე მინდა ესეთ ფონი გავუკეთო ამ რასაც ახლა თქვენ იტყვით. წარმოიდგინეთ, პლანკი, მოპერტოვი და ფარადეი, ეს კორიფეები ამბობენ, რომ სინათლეს უნდა კონდესო გონიერი საწყისი. ანუ ფოტონი უნდა ატარებდეს გონიერ. ეხლა ბევრი თანამედროვე ფიზიკოსი როიძე ახლა ძახიან ზოგზოგები ღმერთი არ არსებობს ჰოპკინსი. მე კიდე ერთი რაღაც მინდა თქვენ გავუსვა ხაზი, თქვენ კარგად ჩამოაყალიბეთ თანამედროვე მეცნიერული და საბუნებისმეტყველო თუნდაც ჩვენი მდგომარეობა ტექნიკური კუთხით, საკომუნიკაციო კუთხით. და მაგრამ ერთ ნიუანსს მაგაზეც ბევრი მიფიქრია, ბატონ პარმენდა, როგორც ჩემ მასწავლებლებს, აი ტესტებით მინდა გკითხოთ, რომ წარმოიდგინეთ, მე სულ ვიხსენებ იმ პერიოდს 1900 წლიდან დაწყებული. აი ჩვენი გამოცდის კითხვიდან დაწყებული აბსოლუტურად შავისხეულის ამოცანა, რომელიც გადაწყვეტაშიც უდიდესი როლი მიიღო პლანკის ფორმულამ. ამოხსნა ეს და მისგან წამოვიდა კვანტური დინამიკა, კვანტური ელექტროდინამიკა და კვანტური მექანიკა. და მან შექმნა ეს აპარატურა და ის საკომუნიკაციო საშუალებები ფუნდამენტურად. ხელი შეუწყო აინშტაინმა, შრედინგერმა, ბორმა, ჰაიზენბერგმა, სულ ყველა ეს პიროვნებები, თქვენ კარგად გახსოვთ ის ძველი გადაცემები და მათი ღვთის მიმართ დამოკიდებულება. აღიარებენ და ადიდებენ უფალს. სულ ყველა არც ახლა ჩამოთვალე. მსგავსი მე 2000 წლიდან დაწყებული მეცნიერი სოფლიოში ვერ მომიძებნია. აი, მივხვდით ხო ისე თქვა მე. ასე იგი, ყველა რაღაც გაციებული დაშორებულები არიან და თუნდაც ის ფაქტი, რომ ველი ელექტრომაგნიტური ველი არის ამ კომუნიკაციის ესე იგი მატარებელი და ინფორმაციის გადამტანი ძირითადი, ხო? და 3-4 სახის ეს არსებობს. სოციალური, გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური. ხო? გრავიტაციულზე ვერაფერს ვერ ამბობთ, იმიტომ რომ ექსპერიმენტულად ძნელი ესე იგი პარამეტრები ჭირდება, რომ თუნდაც მათი გაერთიანება დავასაბუთოთ. სოციალური და ელექტრომაგნიტური გაერთიანდა. ეს ცნობილი ფაქტია. ხო? და თუნდაც გრავიტონებით რომ მანიპულირებენ ზოგი მავანი მეცნიერი, რომელიც ჰიპოთეზაა. აი, ეს თემები როგორ კორელაციაშია, ბატონო პარმენ? ძველი ფიზიკოსები იყვნენ ნამდვილები, ასე ვთქვათ, მათ ფუნდამენტური ცნობები შემოიღეს, გადატრიალება მოახდინეს აზროვნებაში და შესაბამისად უკვე
ტექნოგენურ პროცესში, რამაც მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. თქვენ რო დაახასიათეთ ეხლა და ძალიან გთხოვთ, აი როგორ გადახვედით და დასაბამამდე რუსთოლოგიის კულტურა ეს უკვე ერთი სული მაქვს, როდის მოვისმენ თქვენთან მაყურებლებთან ერთად ბატონო. სწორად დავსვი კითხვა. ნუ ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს, მე რასაც ვთქვათ, რაც შემიძლია ამაზე ვთქვათ, ჩემი აზრიც გადავაბა და შევავსო და მივაგო პატივი ყველა იმ მართლა კორიფეს რაღაც სასწაულ ეპოქის მწერვალებს, მეცნიერულ ტექნოლოგიურ რევოლუციის ასე ვთქვათ სათავეები კი არა, ნუ მწერვალები ნამდვილად, მაგრამ ეს მე მინდა ვთქვა, რომ სწორედ მათი დამსახურება ეს ჩვენ მეცნიერული აზროვნება საღვთისმეტყველო აზროვნების ტიპის გახდა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და მაგალითად ალგორ ფუნქციაზე, რა, ალგორ ფუნქციაზე, ელექტრონზე და აღწერთ ელექტრონს ალგორი ფუნქციით. უფრო ახლოს მივყავართ უპალტო. ეს, ასე თქვა, თვითონ ეს ალგორი ფუნქციის ცნება, როგორ შემოგვყავს ის ჩვენ, როგორ თქვა ვფიქრობთ, რა აზრს ვდებთ მასში, როგორ ვაკავშირებთ მას ჩვენ ექსპერიმენტთან, მომავალთან, მოლოდინთან, ჩვენი ვთქვათ, რაღაცაზე გვაქვს ლაპარაკი, თუ თითქოს უნდა წამდეს, ხო, რომ ეს მეცნიერება რა არის, ჩვენ თუ გვაქვს რაღაც საწყისი მდგომარეობა, აუცილებლად საწყისი პირობები, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მიზეზშედეგობრივად რაღაც შედეგს, რაღაც პასუხს, რაღაც სადღაცამდე მივალთ. ეს არის მეცნიერული, თქვათ, აზროვნების, ხოლმე საბუნებისმეტყველო მეცნიერება ასე უყურებს და მხოლოდ ასე, თქვათ, მოქმედებს, იმიტომ რომ მისი ამოცანა პირველ ყოვლისა არის ისეთი რამის, თქვათ, მოხელთება, რომლის მეშვეობითაც ის ააშენებს, შექმნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ შეიქმნა, თუ არ აშენდა, ისე ეს მეცნიერება არაა. თუ რამის წინასწარმეტყველება არ შეიძლება, ისე ბუნების მეტყველება აზრს კარგავს. ეს ჩვენ ესე ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვასწავლით და გინდა თეორიულ საგნებს განსაკუთრებით, ასე ვამბობთ, რომ ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს, შევიმეცნებთ მას, ანალიზს ვაკეთებთ, აღმოაჩენთ კანონებს, მაგრამ რისთვის გვინდა ეს კანონები? არა მარტო იმიტომ, რომ დავრწმუნდეთ, რომ კანონზომიერია ყველაფერი ჩვენს ირგვლივ, არამედ, როდესაც ამ კანონს გამოიყენებ, ამ კანონის დაყრდნობით, შენ რაღაც წინასწარმეტყველო, რაღაც წინასწარ განჭვრიტო, განსაზღვრო და ეს მოლოდინი ნამდვილად სრულდება ხოლმე და ეს არის ყველაფრის, აი შენების საფუძველი, შენ აგურზე რო დაადებ, შენ დარწმუნებული უნდა იყო ის არ დაიშლება, არ დაინგრევა. ეს ამას აკეთებს მეცნიერება, ჭეშმარიტი საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ამიტომ მისი ნდობა ძალიან დიდია. მეცნიერების ნდობა და სწორედ ამიტომ ვარ ჩვენ აქ, არაფერი არ ინგრევა, ეს საკომუნიკაციო სისტემა მუშაობს, თუ კი ყველა წესრიგშია და ყველა თავის ადგილზეა და ყველა ასრულებს თავის ამოცანას და დანიშნულებას და ფუნქციას, ეს საოცარი, ვთქვათ, საყრდენია იმისათვის, რომ უფლის დაშვებით ჩვენ მივიღეთ საოცარი, ვთქვათ, რწმენა, რომ ჩვენ თუ დავეფუძნებით უფლის მიერ მოძებულ კანონებს, საბუნებისმეტყველო კანონებს, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ. და ჩვენ ეს გვაძლევს სწორედ იმის განცდას, რომ რასაც უფალი კარნახობს და გვეუბნება მის წმინდა წერილებში და ასე შემდეგ, რა, რომელიც ასეთი ექსპერიმენტის ობიექტი ვერ იქნება. ცხოვრება ვერ იქნება ექსპერიმენტი. ყოველი ადამიანი არის ინდივიდი, ერთხელ მოდის წუთის სოფელში და მასზე ექსპერიმენტის ჩატარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ არც კი გავიფიქრებთ. ის ცხოვრობს, მას უფალი აძლევს თავისუფლებას და მან თავისი თავისუფალი ნება უნდა გამოავლინოს და იცხოვროს. ექსპერიმენტის ატარებს იმდენად ანალიზს და შეიმეცნებს სამყაროს იმდენად, რამდენადაც უფალი უბიძგებს მას, სწორედ ეს გარე სამყარო მან უნდა შეიმეცნოს, დაუახლოვდეს, გაითავისოს და რისთვის, რომ ჩვენ აი რატომ რისთვის აი ეს არის ყველაზე არსებითი, რა არის მისია ადამიანისა, მისი მოვლენების ამ წუთის სოფელში მისი მოვლენების აქტიური განგებულება, რაში მდგომარეობს და რატო არის ადამიანი
მოვლინებული, საერთოდ რა არის ის, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და რასაც ჩვენ ასე ვთქვათ ვიკვლევთ თუ რასაც რომელ სამყაროშიაც ჩვენ გვინდა გზა გავიკვლიოთ. აი თუ რას მოგვიყვება ბატონი პარმენი რეკლამის შემდეგ, ამას ძალიან მალე იხილავთ ციფროს ტელემაყურებლობა. რეკლამა ჩვენ ეთერში.